რაზე ისაუბრეს ამერიკისა და საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრებმა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 3 წელი გავიდა. არჩევნები გერმანიაში. რა მოუტანა საქართველოს ბოლო რუსულ-თურქულმა ომმა. ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში მოგიყვებით სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. ვაშინგტონს ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრი პრინცი ჰალიდ ბინ სალმანი ეწვია. მას პენტაგონის ახალი უფროსი პიტ ჰექსეტი შეხვდა. მინისტრებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს. ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ირანის ბირთვული პროგრამა და რაც თავარია, საუდის არაბეთსა და ამერიკას შორის პარტნიორული ურთიერთობის პერსპექტივა. საუდის არაბეთი ამერიკის სამხედრო ტექნიკის მთავარი შემსყიდველია. ეს ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ტერორიზმთან ბრძოლაში. შეხვედრაზე პიტ ჰექსეტმა განაცხადა, ჩვენი მოწოდება ამერიკა უპირველეს ყოვლისა სულაც არ ნიშნავს პარტნიორთა მიმართ გულგრილობას. პიტ ჰექსეტმა შეშფოთება გამოთქვა ირანის დესტრუქციულ რეგიონულ პოლიტიკაზე. ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ირანი დასუსტებულია. მან გავლენა დაკარგა სირიასა და ლიბანში. იგი ყოველთვის აიარაღებდა ჰეზბოლას და ჰამას, მაგრამ ახლა ეს ძალებიც დასუსტებულია. რამდენიმე თვის წინ ისრაელმა ირანის ანტისარაკეტო დაცვის სისტემა გაანადგურა და მაინც ირანი თავისას არ იშლის და ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობას განაგრძობს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ახლო აღმოსავლეთის ყველა მსხვილი მოთამაშე. ისინი შიშობენ, რომ ბირთვული იარაღის ქონა ირანს იმდენად გაათამამებს, რომ რეგიონის რისხვად იქცევა და შესაძლოა მსოფლიო ომის გამოიწვიოს. ირანი გაუთავებლად ემუქრება ისრაელს განადგურებით, მაგრამ არც ისრაელია გულხელ დაკრეფილი. ისრაელმა მძიმე დარტყმები მიაყენა ირანის არმიასა და მის ბირთვულ პროგრამას. ისრაელის სადაზვერვო სამსახურის აზრით, ისრაელი საფრთხეში იქნება მანამ, სანამ ირანის ბირთვული პროგრამა ძირფესვიანად არ განადგურდება. იზიარებს რა ამ აზრს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეტანიაჰუ ამერიკის თანხმობას ითხოვს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბოს. პრეზიდენტი ბაიდენი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ბიბის ასეთ განწყობას. ახლა კი ისრაელი გრძნობს, რომ მისი დრო დადგა, რადგან პრეზიდენტი ტრამპიც ზუსტად იმას ფიქრობს, რასაც პრემიერი ნეტანიაჰუ. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლესობა შიშის თვალით უყურებს მოვლენების ასეთ განვითარებას. საუდის არაბეთი და თურქეთი წუხს, რომ თეირანზე შეტევა ისლამისტური რადიკალიზმის აღზევებას გამოიწვევს, რამაც შეიძლება ახლო აღმოსავლეთის არაერთი ქვეყნის მთავრობა შეიწიროს. ირანზე თავდასხმას ამერიკელი გენერლებიც ეწინააღმდეგებიან, რადგან ირანზე ისრაელის შეტევის შემთხვევაში ამერიკას პროცესში თავისი სამხედრო ძალების ჩართვა მოუწევს, რაც შტატებს კონფლიქტის მხარედ გადააქცევს. ცნობილია, რომ ობამას პრეზიდენტობიდან მოყოლებული ამერიკა ახლო აღმოსავლეთში თავისი სამხედრო კონტინგენტის შემცირებას ცდილობს. რაც შეეხება თეირანს, ის საჯაროდ ირწმუნება, რომ ნებისმიერ თავდასხმას მოიგერიებს და კონტრშეტევაზე გადავა. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა მოჰამად ბაგერიმ განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკის საჰაერო თავდაცვის სისტემა საბრძოლო მზადყოფნაშია. თუ კი ირანის უსაფრთხოებას რამე დაემუქრება, მთელი რეგიონი აღმოჩნდება საფრთხის წინაშე, რადგან ირანი არაფერს უპასუხოდ არ დატოვებს. თან ჩვენი პასუხი ისეთი ძლიერი იქნება, რომ ყველა განადგურდება. ასეთი სიტყვები დაემუქრა ირანის მტრებს ირანელი გენერალი. ზუსტად 3 წელი გავიდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე.
რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სისხლისმღვრელი ომის სახელით შევიდა ისტორიაში. ამ კონფლიქტს უდიდესი ადამიანური დანაკარგი, ინფრასტრუქტურული ნგრევა და გლობალური ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა. ომის ამსახველი ოფიციალური სტატისტიკა დღემდე იწვევს ეჭვს, რადგან დანაკარგების რეალურ მონაცემებს ორივე მხარე მალავს, ან ერთი მეორის გამომრიცხავ ინფორმაციას ასაჯაროებს. არსებობს ომის შედეგების მსოფლიოს ექსპერტების შეფასებაც, რომლის მიხედვით უკრაინის ომში დაღუპულთა და მძიმედ დაჭრილთა საერთო რაოდენობა 1,5 მილიონს აღწევს. განადგურებულია 10,000-მდე ტანკი და ჯავშან ტექნიკა, 370 თვითმფრინავი, 340 ვერტმფრენი, 26,000 დრონი, 24,000 საარტილერიო დანადგარი და 30 საბრძოლო ხომალდი. როგორია ომის სტრატეგიული შედეგი განვლილი 3 წლის მანძილზე. რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია. მას უკრაინის ოფიციალური მთავრობის ჩამოგდება და კიევში მისთვის სასურველი ადმინისტრაციის გამაგრება სურდა. უკრაინელთა თავგანწირული ძალისხმევის შედეგად რუსეთმა ვერც ერთი დიდი ქალაქი, მათ შორის კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნეპროპეტროვსკი ვერ აიღო. ომის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ კონფლიქტი ახალ ფაზაში გადავიდა, რასაც ომი გამოფიტვამდე ქვია. მომდევნო 2 წლის მანძილზე მხარეები კონტრშეტევების წამოწყებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. როცა რუსეთი ზაპოროჟიესა და დონბასისკენ მიიწევდა, უკრაინელებმა საზღვარი გადალახეს და კურსკის ოლქის 400 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. ყირიმის ანექსიით დაწყებული რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 18% დაიკავა. 2024 წელი ორივე მხარისთვის მძიმე აღმოჩნდა. ფაქტობრივად ვერც ერთი ვერ წავიდა წინ, თუმცა დანაკარგებმა იმატა, რაც საბრძოლო და სადაზვერვო დრონებს უნდა მივაწეროთ. მათი მეშვეობით ფრონტის ხაზი გამჭვირვალე გახდა. ანუ მოწინააღმდეგე მხარეებისთვის ცნობილია ერთმანეთის საჯარისო დანაყოფების განლაგება. გარდა ამისა, артиллერიისა და დრონების გამოყენებით ადვილად განადგურდა საიერიშო სამხედრო ტექნიკა. ომმა დიდი ეკონომიკური ზიანი მიაყენა უკრაინას, განსაკუთრებით ქვეყნის ინფრასტრუქტურას. განადგურდა ათასობით საცხოვრებელი სახლი და სამრეწველო ობიექტი. უკრაინული მონაცემებით ზარალი 450 მილიარდ დოლარს აღემატება. უკრაინის ეკონომიკა 30%-ით შემცირდა. შემცირდა ქვეყნის მოსახლეობაც. ქვეყანა 8 მილიონამდე უკრაინელმა დატოვა. ომმა რუსეთიც შესაბამისად დააზიანა. მხარეებმა ერთმანეთის ენერგოსისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა. იბომბება ელექტროსადგურები და ნავთობგადასამუშავებელი ობიექტები, რასაც ფინანსური ზარალის გარდა ეკოლოგიური პრობლემების ახლავს. უკრაინა ომს მთლიანად დასავლეთის ფინანსური დახმარებით აწარმოებს. 3 წლის მანძილზე ამერიკამ უკრაინას 180 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია. ევროპამ კი 120 მილიარდი გაიღო. რაც შეეხება რუსეთს, იგი ომს ენერგორესურსების ექსპორტითა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდის თანხებით ეწევა. ეს ფონდი 2008 წელს შეიქმნა და მისი დანიშნულება რუსეთის ეკონომიკის გამაგრება იყო. ახლა ფონდის დანაზოგი ომს ხმარდება, რაც მძიმედ აისახება რუსეთის ეკონომიკაზე. რუს ხალხს მძიმედ დააწვა ინფლაცია და ფასების მატება. რუსეთს ჩინური ინვესტიციების იმედი ჰქონდა, მაგრამ ანგარიშმოყვარული ჩინეთი არ ჩქარობს, რადგან დასავლეთთან კონფრონტაციას ერიდება. ისიცაა, რომ ჩინეთს რუსეთის დასუსტება ხელს აძლევს. უნდა ითქვას, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები სათანადოდ ვერ მუშაობს. დღევანდელი რუსეთი საბჭოთა კავშირს არ გავს, როცა ის დასავლეთისგან რკინის ფარდით იყო იზოლირებული. რუსეთი ახლა მსოფლიოს სავაჭრო ბაზრის მსხვილი მოთამაშეა, რადგან მისი წიაღისეული ენერგორესურსები და
ძვირფასი ლითონები უაღრესად მოთხოვნადია. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ დასავლეთი ბოლომდე არ ამბობდა ვარს რუსეთის ენერგორესურსების იმპორტზე. დასავლეთის კერძო კომპანიებმა რუსეთში სავაჭროდ სანქციების გვერდის ასავლელი გზები შექმნა. ერთი სიტყვით, 3 წლის ომის შედეგად ორივე მხარემ დიდი ეკონომიკური ზარალი და ადამიანური დანაკარგი განიცადა, რომ არაფერი ვთქვათ ომის დამაზიანებელი გავლენის შესახებ მსოფლიო ვაჭრობასა და ეკონომიკაზე. გერმანიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგები სულაც არ იყო მოულოდნელი. პირველ ადგილზე ხმების 29%-ით ქრისტიან დემოკრატები გავიდნენ. ულტრამემარჯვენეებმა მეორე ადგილი დაიკავეს. ოლაფ შოლცის პარტიამ კი ხმების მხოლოდ 16% მიიღო. პარლამენტში ასევე შევლენ მწვანეები, რომლებმაც ხმების 14% დააგროვეს და გერმანელი მემარცხენეები. 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს ლიბერალებმა და სარა ვაგენკნეხტის მემარცხენე პარტიამ. შეგახსენებთ, რომ სარა ვაგენკნეხტი გერმანიის მემარცხენეების ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ მას მკვეთრი პრორუსული და ანტიამერიკული ხედვები აქვს. ამის გამო 2024 წელს მემარცხენეების პარტია ორ ნაწილად გაიხლიჩა. ერთი ტრადიციული მემარცხენეების პლატფორმაზე დარჩა. სარა ვაგენკნეხტმა კი მომხრეებისგან ახალი პარტია შექმნა. ამ გახლეჩამ დიდი ზიანი მიაყენა ტრადიციულ მემარცხენე პარტიას. ექსპერტები უკვე მის გაქრობას წინასწარმეტყველებდნენ, რადგან რეგიონულ არჩევნებში ვაგენკნეხტის პარტია ყველგან ლახავდა ბარიერს. გერმანელი მემარცხენეები კი გარეთ რჩებოდნენ, მაგრამ საყოველთაო არჩევნებში პირიქით მოხდა. პროდასავლური იდეოლოგიით გამსჭვალულ გერმანელ ახალგაზრდებში მემარცხენე იდეები გახდა პოპულარული. ამიტომ უთხრა ვარი ამორჩეველმა ვაგენკნეხტის პარტიას. არჩევნებში გერმანიის მოსახლეობის 83%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც თანამედროვე გერმანიაში რეკორდულ ციფრად ითვლება. ამ დონის პოლიტიკურმა აქტივობამ დაადასტურა, რომ გერმანიის მოსახლეობა ნიჰილიზმში არაა ჩავარდნილი. პირიქით, დღევანდელი რთული მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებს. არჩევნებმა ასევე აჩვენა, რომ გერმანელ ხალხში ტრადიციულმა პარტიებმა პოპულარობა დაკარგა. ამომრჩეველთა 40%-მა ხმა ახალ პარტიებს მისცა, რაც იმით აიხსნება, რომ ტრადიციულმა პარტიებმა ამომრჩეველს იმედი გაუცრუა. ულტრა მემარჯვენე პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის რეკორდი დაამყარა. 12 წლის შექმნილი პარტია მეორე ადგილზე გავიდა და გერმანიის პოლიტიკურ ლანდშაფტში ძლიერი პოზიცია დაიკავა. სავარაუდოა, რომ ეს პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება და გერმანიის პოლიტიკურ ელიტას მისი იგნორირება გაუჭირდება. პარტიის ლიდერმა ალის ვაიდელმა პირობა დადო, რომ მომავალ არჩევნებში პარტია პირველ ადგილს დაიკავებს, თუმცა ექსპერტებს ეჭვიეპარებათ, რომ ულტრა მემარჯვენეების რეიტინგი გაიზრდება. არსებობს აზრი, რომ ულტრა მემარჯვენეების ზეიმი ნაადრევია. მოსახლეობას ნამდვილად აწუხებს მიგრანტთა საკითხი, რაზეც მემარჯვენეები აქცენტს აკეთებენ, მაგრამ ხალხს არანაკლებ აწუხებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები და სოციალური უთანასწორობა. სწორედ ეს იყო მემარცხენეების მიმართ ამომრჩევლის განწყობის შეცვლის მიზეზი. არჩევნებმა ცხადყო, რომ გერმანიის პოლიტიკური ლანდშაფტი მკვეთრადაა დანაწევრებული. თუ გერმანიის საარჩევნო რუკას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ქვეყანა ორ ნაწილადაა გაყოფილი. ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობამ ულტრამემარჯვენეებს მისცა ხმა, ხოლო დასავლეთ გერმანიამ მეინსტრიმულ პარტიას და ყველაფრის მიგრანტებზე გადაბრალება ნამდვილად არ იქნება სამართლიანი. ყოფილი სოციალისტური გერმანიის ტერიტორიაზე ბერლინის გამოკლებით მიგრანტთა რიცხვი მცირეა. სპეციალისტთა აზრით, გახლეჩილობის მთავარი მიზეზი პოსტკომუნისტური საზოგადოების რადიკალიზაციაა, რომელმაც ვერ მოახერხა
კომუნისტურიდან კაპიტალისტურ წყობაზე უმტკივნეულო გადასვლა. დასავლეთ გერმანიის საზოგადოებას კი მათ დასახმარებლად დიდად არ შეუწუხებია თავი. შედეგად აღმოსავლეთის ამომრჩეველი გერმანიის პოლიტიკურ ელიტას ერთგვარად სჯის. არჩევნებში ყველაზე მაგრად დამარცხებული სამი პარტია აღმოჩნდა: შოლცის სოციალ-დემოკრატები, ლიბერალები და სარა ვაგენკნეხტის მემარცხენეები. სოციალ-დემოკრატებმა ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი დადეს. ამომრჩეველმა სოციალ-დემოკრატებს და პირადად ოლაფ შოლცს წითელი ბარათი უჩვენა. შოლცი პარტიის ძველ ლიდერს ანგელა მერკელს ბაძავდა და მის სტილში მართავდა ქვეყანას. შეგახსენებთ, ანგელა მერკელის სტილი ნაკლებ აქტიურობას და მდგომარეობის არ გამწვავებას ნიშნავდა. მერკელის დროს ასეთი პოლიტიკა ამართლებდა. ახლა კი, როცა ქვეყანა და მთელი მსოფლიო გაუთავებელ გეოპოლიტიკურ კრიზისშია, ასეთი პოლიტიკა აღარ ამართლებს, მაგრამ შოლცი მაინც ამ სტილში განაგრძობდა მართვას. ის ყველა მხარის დაკმაყოფილებას ცდილობდა. უკრაინის საკითხშიც ასე იქცეოდა. უკრაინა ზოგადად მხარს უჭერდა, მაგრამ შორმანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების უფლებას არ აძლევდა. სარა ვაგენკნეხტმა კი მემარჯვენე ნაციონალიზმისა და მემარცხენე სოციალიზმის შერწყმას სცადა. თან ყველაზე პროპუტინისტურ პოლიტიკოსადაა მიჩნეული, რის გამოც ამომრჩეველმა დასაჯა და მემარჯვენეს მისცა ხმა. არჩევნებში მთავარი გამარჯვებული ქრისტიან-დემოკრატები და მათი ლიდერი ფრიდრიხ მერცი არიან. როგორც ჩანს, მერცი მომავალი კანცლერია, მაგრამ მთავრობის დასაკომპლექტებლად მას კოალიციის შექმნა მოუწევს. მერცმა არჩევნებამდე განაცხადა, რომ ულტრა მემარჯვენეებთან ერთად კოალიციას არ შექმნის, მაშინ სოციალ-დემოკრატებთან პარტნიორობა მოუწევს. შოლცი მომავალ კოალიციაში ალბათ მონაწილეობას არ მიიღებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სოციალ-დემოკრატების ლიდერობას თავდაცვის ახლანდელი მინისტრი პისტორიუსი იკისრებს. მერცი მთავრობის ჩამოყალიბებას ჩქარობს. მისი ქვეყანა და მასთან ერთად მთელი ევროპა პოლიტ-ეკონომიკურ კრიზისშია. სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში ახალი ძლიერი ლიდერის საჭიროება. ევროპაში ფიქრობენ, რომ მერცი ამოცანას კარგად გაართმევს თავს. რუსეთი თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე ხშირად თურქეთთანაა ნაომარი. მე-16 საუკუნიდან დღემდე მათ შორის 12-ჯერ მოხდა ომი, რომლის მთავარი მიზეზი რუსეთსა და თურქეთს შორის საუკუნეების განმავლობაში არსებული გეოპოლიტიკური შუღლი იყო. ეს ორი იმპერია შავი ზღვის რეგიონში, ბალკანეთში, საბერძნეთსა და კავკასიაში გავლენის სფეროების მოსაპოვებლად გაუთავებლად ებრძოდა ერთმანეთს. მე-19 საუკუნეში წინააღმდეგობამ ორ ქვეყანას შორის კულმინაციას მიაღწია, რომლის მიზეზი იმ დროს რუსეთის იმპერიაში გაბატონებული იდეოლოგია იყო: მოსკოვი მესამე რომია. ამით რუსეთი მართლმადიდებელი სამყაროს ლიდერად აცხადებდა თავს. ეკატერინე მეორიდან დაწყებული რუსეთის ყველა იმპერატორი სტამბულის დაპყრობასა და მის კონსტანტინოპოლად გადაკეთებაზე ოცნებობდა. რუსეთის ასეთი განწყობა კი ოსმალეთის იმპერიასთან გარდაუვალ ჯახს იწვევდა. ამ ორ იმპერიას შორის ბოლო ომი პირველ მსოფლიო ომამდე 1877-78 წლებში გაჩაღდა. ყირიმის ომში დამარცხების შემდეგ რუსეთმა ძლიერი იმპერიის იმიჯი დაკარგა. 1856 წელს პარიზში დადებული ზავის მიხედვით რუსეთს შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტი შექმნა ეკრძალებოდა, რაც მის აღმოსავლურ პოლიტიკას აფერხებდა. ასევე რუსეთმა დაკარგა გავლენა რუმინეთსა და სერბეთზე. დაკარგული პრესტიჟის აღსადგენად რუსეთს ომი სჭირდებოდა, მაგრამ საბაბს ვერ პოულობდა. ამასობაში ბალკანეთსა და ბულგარეთში თურქეთის წინააღმდეგ ეროვნულ გამათავისუფლებელმა აჯანყებამ იფეთქა. მათ რუსეთს დახმარებას თხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. რუსეთს ყირიმის ომის გამეორების ეშინოდა. მიუხედავად უარისა, შექმნილ ვითარებაში რუსეთმა ომისთვის მზადება დაიწყო. მანამდე კი
დიპლომატიური სვლები განახორციელა, რითაც ევროპული იმპერიების შეჩერება მოახერხა. ევროპა რუსეთს შესაძლო კონფლიქტში ჩაურევლობა შეჰპირდა. 1877 წლის 24 აპრილს კიშინევში მყოფმა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ ოსმალეთის იმპერიას ომი გამოუცხადა. საომარი მოქმედებები ორ ფრონტზე, ბალკანეთსა და კავკასიაში დაიწყო. ოსმალეთის არმია ომის დასაწყისში 300,000 კაცს ითვლიდა. აქედან 200,000 ბალკანეთის, ხოლო 70,000 კავკასიის ფრონტზე ჰყავდა. რუსეთს მთლიანად კავკასიაში 150,000 და ბალკანეთში 185,000 ჯარისკაცი ჰყავდა. რუსეთის მხარეს რუმინეთის, ბულგარეთისა და სერბეთის არმიები იბრძოდა. 1877 წლის აპრილში რუსეთის არმიამ მდინარე პრუტი გადალახა და რუმინეთის ტერიტორიაზე შევიდა. მაის-ივნისში მიმდინარე ცხარე ბრძოლების შედეგად რუსებმა ბულგარელ მოლაშქრეებთან ერთად მდინარე დუნაი გადალახეს და სისტოვო დაიკავეს. ახლა რა ხდებოდა კავკასიის ფრონტზე? კავკასიის ფრონტს მიხეილ ლორის მელიქოვი სარდლობდა. რუსეთის არმიასთან ერთად ამ ფრონტზე ქართველ მოხალისეთა დანაყოფები იბრძოდა. რუსეთის ჯარმა ქართველ მებრძოლებთან ერთად თურქეთის საზღვარი გადალახა და ბრძოლა მის ტერიტორიაზე გადაიტანა. 1877 წლის 30 აპრილს მათ ქალაქი ბაიაზეთი, შემდეგ კი ქალაქი არტაანი დაიკავეს. ბრძოლებში თავი ისახელა მუსხელიშვილისა და ამირეჯიბის სამხედრო ნაწილებმა. არტაანის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ არტანუჯისა და ართვინის გავლით გზა ბათუმისკენ იხსნებოდა, მაგრამ კავკასიის არმიის სარდლობამ პირველი რიგის ამოცანად ყარსის ციხესიმაგრის დაკავება დაისახა. ბათუმზე შეტევა ოზურგეთის მხრიდანაც მიმდინარეობდა. თურქეთმა ამავე პერიოდში გუდაუთაში შავი ზღვით დესანტი გადასხა და სოხუმს შეუტია. ოქუმის მიდამოებში გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა, სადაც თურქები რუსულ-ქართული ჯარით გენერალმა ალხაზიშვილმა დაამარცხა. მან თურქებისგან მალე გაწმინდა აფხაზეთის მთელი ტერიტორია. 1877 წლის დეკემბერში რუსებმა ხერთვისი და არტანუჯი დაიკავეს და ბათუმისკენ აიღეს გეზი, თუმცა აჭარელი ბეგების პოზიციის გარკვევამდე ბრძოლის დაწყებას ერიდებოდნენ. სულთანის პროპაგანდა მიზან მიმართულად ცდილობდა ადგილობრივი მოსახლეობის ანტირუსული განწყობის გაძლიერებას. აჭარის ზოგიერთი ბეგი ალი ფაშა თავდგირიძის თაოსნობით ოსმალეთს უჭერდა მხარს, მაგრამ აჭარის მოსახლეობისა და თავად აზნაურობის უმრავლესობა რუსეთის მხარეს იყო, რადგან ოსმალებისგან მიტაცებული აჭარის საქართველოსთვის დაბრუნებაზე ოცნებობდა. ოსმალთა სამ საუკუნოვანმა ბატონობამ საქართველოს გამუსლიმანებულ მოსახლეობაში ვერ გააქრო ეროვნული მთლიანობის სულისკვეთება. დედა სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას აღტაცებით შეხვდა მაჰმადიან ქართველთა დიდი ნაწილი, მაგრამ ზოგიერთი ბეგი ოსმალეთის მრისხანე ძალით შეშინებული მაინც ყოყმანობდა გადასულიყო თუ არა რუსეთის მხარეს. ყველას კარგად ახსოვდა ოსმალეთის ჯარის სისასტიკე. აჭარისა და ქობულეთის ბეგების რუსეთის მხარეს გადასვლაში დიდი როლი ქობულეთელმა ბეგმა გულო კაიკასიშვილმა ითამაშა. მას მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და მუდამ იღწვოდა თურქეთის მფლობელობაში მოქცეული ქართული მიწების საქართველოსთან შეერთებისთვის. ის ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, სერგი მესხთან და სხვა ცნობილ ქართველებთან მეგობრობდა. მისი დაჟენებითა და დაფინანსებით ქობულეთში, აჭარაში ერთ-ერთი პირველი ქართული სკოლა გაიხსნა. ილია ჭავჭავაძემ გულო კაიკასიშვილს აჭარის გული უწოდა. ომის საბოლოო ბედი ბალკანეთის ფრონტმა გადაწყვიტა. პლევნას ციხესიმაგრის აღების შემდეგ რუსეთის ჯარებმა ბალკანეთის მთები გადალახეს და საომარი ოპერაციები ჩაატარეს ბულგარეთის ტერიტორიაზე. თურქულმა ჯარებმა სასტიკი მარცხი განიცადა. რუსეთის არმია კონსტანტინოპოლს მიუახლოვდა. შეშინებულმა ოსმალეთმა დროებითი ზავი დადო.
1878 წლის 3 მარტს სტამბოლის მახლობლად სან-სტეფანოში დაიდო ეს ზავი და ამით აქტიური ბრძოლები დასრულდა. ორ ქვეყანას შორის საბოლოო ზავი 1878 წლის 13 სექტემბერს დაიდო ბერლინში, რომლის შედეგად თურქებმა ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი საქართველო დააბრუნეს. ოსმალთა მფლობელობისგან საბოლოოდ გათავისუფლდა აჭარა-ქობულეთის მიწა-წყალი. გარდა ამისა, იმპერიის შემადგენლობაში შევიდა ისტორიული აღმოსავლეთ სომხეთის ტერიტორიები. რუსეთმა ასევე მიიღო კოლა, არტაანი, ყარსი, ბაიაზეთი, კლარჯეთი და ოლთისი. თურქეთმა სერბეთის, რუმინეთისა და მონტენეგროს დამოუკიდებლობას ცნო. ბულგარეთი 3 ნაწილად გაიყო. ერთს თურქეთი, მეორეს რუსეთი და მესამეს თავად ბულგარელები განაგებდნენ. ბესარაბია რუსეთის იმპერიაში შევიდა, მაგრამ ამ ომის მთავარი მიზეზი კავკასიაში ტერიტორიების მოპოვება არ ყოფილა. ბალკანეთისა და რუსების ოცნება ბოსფორ-დარდანელის სრუტის ხელში ჩაგდება იყო. მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, რუსეთის იმპერიამ ეს ვერ შეძლო, რადგან ევროპული იმპერიები იდგა მის წინააღმდეგ. რუსულ-თურქული ომით მიღებული ტერიტორიების გადანაწილებამ დიდხანს ვერ გასტანა. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, რომელმაც მთლიანად შეცვალა ოსმალეთისა და ევროპის რუქა. დღეს ასე დავასრულებ, მადლობა რომ ჩვენთან ხართ, მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ გეწვევით. ნახვამდის.